სტუდიარე განაგრძობს თავის დისკუსიას. დღეს ჩვენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე ვსაუბრობთ. Am ცნობილია 1 ივლისიდან ხვალიდან უკვე ირთვება მეორე ეტაპი აი ამ პროგრამისა. ბატონო ვახტანგ სურგულაძეს მიმართავ. ის რაზეც საუბრობს დღეს მთავრობა, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოში, უნდა იყოს ყველა მოქალაქეს უნდა კონდეს ხელმისაწვდომობა მინიმალურ ჯანდაცვაზე, ხო? ეს არის მარტივად რო ახსნათ. მარტივად რო ახსნათ. ფინანსური რისკიც უნდა იყოს დაცული, სამართლიანობაც უნდა იყოს დაცული და ხელმისაწვდომობაც. ეს უნდა კონდეს ყველას. ანუ ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ამოცანა. ადამიანს არ უნდა ეშინოდეს ხვალინდელი დღის. არ უნდა ეშინოდეს იმის ეს არის პოზიტიური მხარე იმ პროგრამის. არ უნდა გახდეს რომც გახდეს ავად თვითონ თავის ახლობელი ნათესავი მეზობელი, შიშის გზნობა არ უნდა კონდეს, რომ ვაი რამე შვედება. ეს არის სახელმწიფოს ძირითადი ამოცანა. ადამიანს ხვალინდელი დღის არ უნდა ეშინოდეს. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის კუთხით განვიხილავთ ამ საკითხს. და თუ პრინციპში აი ეს მთავარი მიდგომა არის პოზიტიური, ხო? დიახ. და სახელმწიფო მთავრობა, სახელმწიფო სახელით ამბობს, რომ მას აქვს ამის რესურსები, რომ ეს გააკეთოს. კითხვის ნიშანს რა აჩენს ამ პროგრამაში? ისეთ რა ჯანდაცვის სრული დაფინანსების, კიდაც ესეთ ფორმატში დაფინანსების რესურსები ძალიან დიდია. მე არ ვიცი რამდენად სწორადაა გათვლილი. რას მივიღებთ? არ მივიღოთ ისე ვის, რაც ჩემდა სამწუხაროდ მივიღეთ სადაზღვევო კომპანიებთან. როდესაც პროდუქტი, რომელიც 2009 წელს ხილდა 34 ლარი, რომელსაც უმწევრებს რომ ეძახით 34 ლარი, სადაზღვევო კომპანიებს აიძულეს თუ თვითონ ვერ გათვალეს 11 ლარად ყიდით. და რაც მივიღეთ რომ პრაქტიკულად ერთი კომპანია საერთოდ დაიხურა, ბევრი კომპანია გაკოტრების პირას ადგას, უამრავი ვალები გააჩნიათ, იმიტომ რომ საგანი რომელიც ღირდა პროდუქტი რომელიც ღირდა მომსახურება 34 ლარი 11 ლარად ყიდიდა ეს სადაზღვევო კომპანიები. ეს კომპანიები სადაც 960-ად გაყიდა, იმიტომაც ერთ-ერთი პირველი დაიხურა. აი სწორედ ეს კერძო კომპანიები აღმოჩნდნენ პრინციპში აი ამ ახალი სახელმწიფო პროგრამის დაწყების შეიძლება ვერ ვთქვათ რომ მოწინააღმდეგები, მაგრამ არც მთლად პოზიტიურად შეხვდნენ. დიახ, იცით რა შესაქმე ზუსტად დიდი საშიშროება არსებობს იმისი, რომ ამ პროგრამამ რომელიც უნდა დაიწყოს, ამდენად შედეგიანი იქნება ამას რო გვაჩვენებს, მაგრამ საერთოდ სადაზღვევო ბიზნესი საერთოდ დახუროთ საქართველოში. მარტივი მაგალითი, მე მყავს საშუალო ერთ კლინიკასაც ხელმძღვანელობ. სადაც მყავს დაზღვეული ყველა თანამშრომელი, ანუ თუ არ იქნები ჯანმრთელობის დაზღვეული კონტრაქტს არ უფორმებ, რამოდენიმე თანამშრომელმა უკვე რამოდენიმე ბევრმა მითხრა, რომ როგორც კი დამთავრდება, მეც აღარ დავეზღვევი კერძო სადაზღვევში. მე სახელმწიფო მაინც ყველაფერს გამიკეთებს. რატომ უნდა ვიხადო ეს 15, 25 თუ 35 ლარი? კერძო სადაზღვევოს რატომ უნდა გადავუხადო? როცა მე სახელმწიფო ყველაფერს გამიკეთებს. ანუ ეს ინფორმაციის პრობლემაც არის, თან რას გაუკეთებს, რას არ გაუკეთებს, მაგრამ ეს საკითხი უკვე დადგა. ბევრს გაიჩინა, მაგრამ ყოველთვის მე მთლიდან რომ მე ვიყავი კერძო სადაზღვევო კომპანიების რაღაცა წინააღმდეგი, მაგრამ არ ყოფილა პირიქით, როგორც კი დაიწყო საქართველოში კერძო დაზღვევა, ჩემი ოჯახია იმის შემდეგ დაზღვეული კერძო სადაზღვევო კომპანიებში და მე მიმაჩნია, რომ საქართველოში კერძო სადაზღვევო ბიზნესის გარეშე ჩვენი ჯანდაცვა წარმოუდგენელია. უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვერ მოვერევით იმ რაოდენობა პრობლემებს, რომელიც არის საქართველოში, თუ არ იქნება კარგად გამართული კერძო სადაზღვევო ბიზნესი. ოღონდ კერძო სადაზღვევო ბიზნესი უნდა ყიდიდეს რისკს და არ უნდა ყიდიდეს სამედიცინო მომსახურებას, რაც ახლა ხდება, რაც მოხდა, აი საავადმყოფოების მშენებლობა, კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადაგაცეს საავადმყოფოები, პოლიკლინიკების სასწრაფო ტუბერკულოზის პროგრამა, ფსიქიატრიის პროგრამა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა წინა ხელისუფლების, რის გამოც მე საკმაოდ ძლიერი კონფლიქტი მომივიდა წინა ხელისუფლებამ წარმოსულა, იმიტომ რომ პრინციპიულად არ ვეთანხმებოდი. სადაზღვევო კომპანიამ უნდა გაყიდოს რისკი. ეხლა ხდება რა? აი ეს მოსახლეობა, რომელიც არიან უმწევრები, ბავშვები 6 წლამდე, სადაც იცნება, ბავშვები 18 წლამდე, სანამ სკოლაში სწავლობენ, შემოსავალი არ აქვთ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ ხალხზე, რეალურად იზრუნოს, ვისაც ეს დახმარება ჭირდება. ანუ ეს სუბსიდირების კი, მაგრამ ამ შემთხვევაში ზრუნვას ახორციელებს კერძო სადაზღვევო კომპანია, რომელიც სხვა შემთხვევაში ესეთ ადამიანებს, რომელიც არიან უმწევრები, რომელიც არიან ასაკიანები, რომელიც არის ბავშვები, შეიძლება არ დაეზღვე, შეიძლება კი არა, არც დააზღვევდნენ. დაზღვევის პრინციპი რა არის? რისკი გაუმიჯნო. და
ჯანმრთელ ადამიანს, ჩემნაირ ადამიანს, ვთქვათ, რომელსაც შემიძლია მაგრამ შემოსავალი მეტნაკლებად, რომელსაც შემიძლია ჩემი თავი დავაზღვიო, სახელმწიფო მე გაგიკეთებ ყველაფერს, ანუ რა ინვერტირებულ სიტუაციას წაგაზო. პირიქით, სახელმწიფო პროგრამის სახით არა დაზღვევის, არა გვაქვს დაზღვევა. დაზღვევა არის რისკის დაზღვევა და არა რატო პროგრამების განხორციელება. პროგრამული აი ეს ვისაც ვამბობ, ბავშვები, პენსიონერები, ინვალიდები, მარჩენალ დაკარგულები, ომის ვეტერანები, ეს კრიმინალური თემაა და ეს ხალხით უნდა აღნიშნო აუცილებლად. აი ამაზე პასუხისმგებლობა სრულყოფილად, მეტნაკლებად სრულყოფილად უნდა იყოს სახელმწიფომ, ყველა დანარჩენ ადამიანს, ვისაც აქვს შემოსავალი, ვინც მუშაობს, უნდა შეექმნას ისეთი პირობები, რომ ის კერძო სადაზღვევო კომპანიაში იყოს დაზღვეული. და აი ამ შემთხვევაში და კერძო სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რასაც უნდა გააკეთებს, რისკს გააკეთებს. ეს არის ჩემი აზრი და აი ეს ხალხი რჩებით ჩვენ მომუშავე ხალხი, ვისაც დოულად ვთქვით, ბარაკას ვთქვით, ჩვენ უნდა შეგვიწყოს სახელმწიფომ ხელი, რომ მივიდეთ, დავეზღვიოთ, იყოს რეალური კონკურენცია ბაზარზე, სადაზღვევო, კერძო სადაზღვევო ბიზნესი განიცდის სერიოზულ კრიზისს. პირველი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც იმ დროისთვის დაზღვევა არ გააჩნდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ პროგრამა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული ვერ იქნება. ის არც სამედიცინო სერვისზე ფასების ზრდას გამორიცხავს. როგორც ბიზნესს რო შეხებოთ საავადმყოფოს მხრიდან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენთან თუ მოდიოდა რაღაც 100 ადამიანი რაღაც დღეში, უცბად მოვიდა 300 ადამიანი დღეში. თქვენ რას გააკეთებთ? პირველ რიგში თქვენ ფასების ზრდას დაიწყებთ, ხო? ანუ თუ თქვენ ფასების ზრდას დაიწყებთ, ეს რას ნიშნავს? რომ ვიღაცამ თქვენი ფასები უნდა აკონტროლოს, ხო? ანუ ჩდება ახლიდან ბიუროკრატიის საჭიროება, რომ ამ საავადმყოფოებმა ბუნებრივი ბაზრის სტიმული დათრგუნონ. კლინიკატიკას სამედიცინო დირექტორი კახა ნურალიძე ამბობს, რომ პაციენტების რიცხვის ზრდა მათ კლინიკაში ფასების ზრდას არ გამოიწვევს. რაც შეეხება 1 ივლისიდან ბენეფიციერთა რაოდენობის გაზრდას, ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელია და ჩვენი კლინიკა ამისთვის მზად არის, თუმცა დიდი რაოდენობით ბენეფიციერები არც ახლა არის უცხო. ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენთან ბენეფიციერთა რაოდენობა გაიზარდა პრაქტიკულად 3-ჯერ. დღეს ჩვენ ვსახურებთ 60,000-ზე მეტ პაციენტს და მინდა გითხრათ, რომ სერვისების რაოდენობა თითოეული მიმართულებით იქნა გაზრდილი 3-ჯერ მინიმუმ. და კლინიკას გააჩნია რესურსი იმისი, რომ კიდევ 2-ჯერ ზრდა მოხდეს კაბინეტების რაოდენობის. კახა ნურალიძე ფიქრობს, რომ მომატებული ბენეფიციერების მომსახურება კლინიკისთვის პრობლემა არ იქნება. ფასს წარმოქმნეს გახლავთ საკმაოდ რთული პროცესი და ის ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული, თქვათ, სახელმწიფო შემოიღებს საყოველთაო დაზღვევის პრინციპს, თუ საყოველთაო სოციალური დაზღვევის, ესე ვთქვათ, პოსტულატების განხორციელება დაიწყება ქვეყანაში თუ არა, ამაზე არის ძალიან ნაკლებად დამოკიდებული, მინდა გითხრათ. უშუალოდ რაც შეეხება შპსდკ-ს, მე მინდა გითხრათ, რომ ფასები არ შეიცვლება, იქნება ის, რაც არის აქამდე. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრის მაგდა ანეკაშვილის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მედიკამენტების დაფინანსება ახალი ეტაპის პირობებშიც მოუგვარებელი დარჩა. ყველა კვლევის თანახმად ფინანსური თვალსაზრისით სწორედ მედიკამენტების შეძენა იყო ყველაზე რთული ჩვენი მოქალაქეებისთვის და როგორც არაერთი მონაცემი ჩვენ გვეუბნება, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების დაახლოებით 60% ეს იყო სწორედ წამლების შეძენაზე დახარჯული თანხა და ის რომ ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს, ხადია ეს ვადებს დაბეჭდილებას, რომ თავარი პრობლემა დარჩება კვლავ მოუგვარებელი. დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გიგოლაშვილი დაზღვევას მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს და შეზღუდული რესურსების პირობებში სამართლიანობის დასაცავად ბენეფიციერების რანჟირებას მიიჩნევს. თუ კი აი მართლა ჭირდება მისი ფინანსური სოციალური მდგომარეობის გამო, მხოლოდ ეს ხალხი დარჩეს აი ამ პროგრამაში. 28 თებერვლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება 40,000-ზე მეტ პაციენტს გაეწია. ბატონდები, შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელმწიფო პროგრამა არის ამ სახელმწიფო პროგრამა უბრალოდ მოუსროს იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომელთაც ჰქონდათ ეს კრიზისული ფონი ახლა. მე საერთოდ მინდა რომ ძალიან ფრთხილად ვიხმაროთ სიტყვები კრიზისი, გაკოტრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ერთ სადაზღვევო კომპანიებს ჩემი პატარა კლინიკის 800,000 ლარი აქვს. ვალი, აღიარებული ვალი, ეს არ არის რომ სადავო იყოს რომელიც ხელმოწერილი აღიარებული 800,000, მაპატიეთ ეს რაზე მიუთითებს. 800,000 მერწმუნეთ და ზოგ კომპანიებს წინა აპრილის თვიდან აქვს და დოლარი დღეს როხის გაცილებით უფრო ძვირი ვიდრე დოლარი ხვალ, ალბათ ეს აპრიორი ცნება ნებისმიერ ბიზნესში. კი ბატონო, მე ვალების საკითხი არსებობს, ვალების საკითხის წარმოშვების მიზეზიც ცნობილია. მე როგორ ამაზე შეიძლება ბატონმა ლაშამაც მეტი ილაპარაკოს, იმიტომ მე როგორც მესმის მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა სწორედ ეს იქნება, რომ გაერკვეს ამ დავალიანებების სტრუქტურაში და ხარჯების სტრუქტურაში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და ჩვენ ყველანი ამას მივესალმებით. უდაოდ შევხედოთ მარტივ თემას. ადამიანებმა შევხედოთ ფაქტებს, შევხედოთ ანგარიშებს, შევხედოთ ამ მთავრობის მიერ დაწერილ ანგარიშს, ჯანდაცვის სისტემის შეფასების ანგარიშს, რომელიც საერთაშორისო მეთოდოლოგიით გააკეთა ამ მთავრობამ და გამოაქვეყნა იანვარში. და ჩვენ ნახავთ, რომ სამედიცინო სისტემას აქვს პროგრესი ქვეყანაში და არა მცირე. იქვე არის ის პრობლემები, სხვათა შორის ერთ-ერთ პრობლემაზე აქ იყო საუბარი. მე მგონი ქალბატონმა მაგდა ანიკაშვილმა ახსენა და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან სწორი კომენტარი იყო დაკავშირებული წამლების დანახარჯებთან, მედიკამენტებზე, რომელიც სამწუხაროდ ჯერაც კიდე არ არის ჩასმული სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტად და შესაბამისად ალბათ ეს მოქმედებს იმ რეფორმის სტრუქტურაზეც, როგორც მიმდინარეობს დღეს რეფორმა, იმიტომ რომ მთავრობა პრიორიტეტულად დღეს უყურებს კატასტროფიულ დანახარჯებს, ანუ იმას, რომ ადამიანმა შეძლოს ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსება, ონკოლოგიის შემთხვევაში არ კონდეს პრობლემა მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ. რაც შეეხება სადაზღვევო ინდუსტრიას, სადაზღვევო ინდუსტრია ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად თქვათ ეს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ბატონასაც ამბობს, რომ დღეს მთავრობა, დღეს კი არა, ბოლო წლებია მთავრობა იხდის ნაკლებს იმ პროგრამაში, რომელსაც ყიდულობს თავისი ბენეფიციარებისთვის სადაზღვევო პროგრამაში, ვიდრე ეს პროგრამა ღირს. მაგრამ ეს არ არის ესეთი უნივერსალური თემა, ეს არის თემა განსაკუთრებით ძალიან კონკრეტული და ეს ნაკლები ღირს არა იმიტომ, რომ სადაზღვევოებამ არაჩვეულებრივად მართეს ეს ის, თუმცა პრობლემები არსებობს, მაგრამ პრობლემა არის მარტივი. სადაზღვევოებს წლების მანძილზე იმ ესე თქვა სახელმწიფო 2010 წლის ტენდერის მერე დაემატა ძალიან ბევრი დამატებითი ხარჯები მათთან ფაქტიურად შეუთანხმებლად სამმხრივად სახელმწიფომ დაამატა. მაგალითად არის ვთქვა სექტემბერში სახელმწიფომ დახურა ინფექციური პროგრამა, რომელიც ავტომატურად გადმოვიდა სადაზღვევო პაკეტში. მთავრობამ თქვა, რომ აი პალიატიური მზრუნველობაც მინდა რომ ფინანსირდება. მე არა ვარ წინააღმდეგი, არც ინფექცია სწორია, მაგრამ ამას უნდა მოყვებოდა შესაბამისი შეფასება ფულის. არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უსისტემოდ არის დღეს დარჩენილი. დღეს სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ სოფლის ექიმების და სასწრაფოს 50%-ს. ესეთი რამეები რო ჩამოცილდება. ანუ რასაც წაიღებს დღეს სახელმწიფო. ჯერ ეს წინ არის კიდე. რომ მოდით მე SMS-ის ყოველ შემთხვევაში ბატონი ლაშა უფრო დღეს სახელმწიფომ პირველი თავის თვალსაზრისით პრიორიტეტული საქმე გააკეთა. მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ თუ შევხედავთ, ეს არის მომავალი პროგრამირების და გეგმარების საკითხი და სწორედ ეს არის საკითხი იმისა, რომ მარტო სახელმწიფო ინსტრუმენტი ვერასოდეს ვერ გადაწყვიტავს ვერცერთ ქვეყანაში და საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში მით უმეტეს ვერ გადაწყვიტავს ყველა პრობლემას მოსახლეობის. ჩვენ ვიცით ძალიან უმწეო მოსახლეობას, როცა შინამეურნეობის კვლევები კეთდება, ჩანს ერთი რამე, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ იხდიან ჰოსპიტალიზაციის დროს ფულს, ეს უზარმაზარი მიღწევა საქართველოს სისტემის სამედიცინოს, რომელიც 10%-ზე დაბლა დავიდა არაფორმალური გადახდების სამედიცინო სისტემაში. ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. გულისხმობთ ისაც იხდის მოქალაქე. რასაც თუ მოქალაქე იხდის კლინიკაში, ის იხდის სალაროში, თუ არა და დაზღვევა და აი ისე რა, არაფორმალური გადახდა არის 10%-ზე ნაკლები. ეს არის
აი ბატონ ვატოსობას წარმოუდგენელი მიღწევა რა რეალურად. ამისი ბევრად უკეთესი ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში. აი ამ ფონზე რეალურად ამ ფონზე როცა უყურებ მოწყვლადი ოჯახების დანახარჯების სტრუქტურას და იმას ხედავ რომ მიუხედავად ამისა რომ ეს ნაწილი მოხსნილი აქვს ძალიან დიდი წნეხი აქვს სამედიცინო დანახარჯებს სწორედ იმის რასაც არ ფარავს ის პროგრამები და უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია წამლები. ყველაზე მე ვფიქრობ, ყველაზე ძიმე მდგომარეობა ჯანდაცვაში შეიქმნება საქართველოში თუ მართლა მოხდა ისე, რომ ჯანდაცვის დაფინანსებაში დარჩა თავრობა და ჯიბიდან გადახდა. საშინელება იქნება. ეს იქნება საშინელება. აი დარჩება თუ არა ასეთი ვითარება, ანუ აღარ იქნება სადაზღვევო კომპანიებისთვის სივრცე შეადგილი დარჩენილი, ამაზე ბატონ ლაშასთან ვისაუბრეთ. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ მოდი ამ ორმა ეტაპმა ეს ორი ეტაპი ისე მიდის რომ ორი ეტაპი ისე მიდის რომ ჩვენ ჯერ პრობლემა არ აქვს. რეკლამის შემდგომ აუცილებლად თქვენც ისაუბრებთ ამ თემაზე და მანამდე ბატონ ლაშასთანაც მინდა გადავიდე სიტყვით რომ აი ეს რისკები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ის განმარტოთ. ახლა რეკლამა.